Результаті ракетної шахідної атаки, яка була на ჩვენს ქალაქზე სარაკეტო თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვი. ისკანდერ ემის საცხოვრებელ ზონაში ბავშვთა სათამაშო მოედანზე დაეცა. ერთი ასაკოვანი ქალი საკუთარ სახლში დაიწყო. касетний біля дитячої площадки. ამ მხეცებისთვის გამართლება არ არსებობს. ეს აშკარა ტერორისტული აქტია. აქ არაფერია სამხედრო თუ სამხედროსთან ასოცირებული, არც პოლიცია. არაფერი სათამაშო მოედნის გარდა. Кому грались діти. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 20-მდე საცხოვრებელი კორპუსიც, 30-ზე მეტი მანქანა, საგანმანათლებლო შენობა და რესტორანი. რუსის სამხედროები აცხადებენ, რომ იერიშს 85 ჯარისკაცი და უცხოელი ოფიცერი შეეწირა, თუმცა დამოუკიდებელი წყაროები ამ ცნობას არ ადასტურებენ. ინფორმაციას უარყოფს უკრაინის გენერალური შტაბიც. კრივი რიგი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიური ქალაქია. თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში მან რუსეთის ყოველდღიური შეტევები ომის დასრულების სურვილის არარსებობით ახსნა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყოველი რაკეტა და ყოველი იერიში ამტკიცებს, რომ რუსეთს მხოლოდ ომი სურს. მან უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა გაზარდონ მოსკოვზე ზეწოლა და გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები. რუსეთმა რაკეტები შავი ზღვიდან გაისროლა. ჩვენმა მოკავშირეებმა იციან თუ რომელმა ხომალდებმა განახორციელეს თავდასხმა და ზღვის რა ნაწილიდან. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი ამახინჯებს დიპლომატიას, უარს ამბობს ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე. ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ თავისუფალ გადაადგილებას არ ეხება. ეს უპირველეს ყოვლისა მშვიდობასთან მიახლოების გზაა. პუტინს ომის დასრულება არ სურს. იგი ეძებს გზებს, რომ ნებისმიერ მომენტში კიდევ უფრო დიდი ძალით განაახლოს შეტევა. სწორედ ამიტომაა რუსეთზე ყველა ფორმით ზეწოლის გაგრძელება გადამწყვეტი. ისევე როგორც თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, სანქციების შენარჩუნება და მოსკოვთან ისეთი დიალოგის წარმოება, რომელიც მას მკვლელობის გაგრძელების შესაძლებლობას არ მისცემს. უკრაინა დათანხმდა ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას ყოვლის მომცველი. უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პუტინი ამაზე უარს ამბობს. ველოდებით პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ჯერჯერობით არაფერი ისმის. ველოდებით რეაგირებას ევროპისგანაც და ყველასგან მსოფლიოს გარშემო, ვისაც ნამდვილად სურს მშვიდობა.